ეს სტუდენტები ავღანური მუსიკის გაცოცხლებას ცდილობენ. ისინი ქაბულში პირველი სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები არიან. ამჟამად აქ 150 ავღანელი სტუდენტი იმყოფება, თუმცა მათი რიცხვი მოგვიანებით 300-მდე გაიზრდება. სასწავლო კურსის მანძილზე, რომელიც დაახლოებით 10 წელიწადს მოიცავს, სტუდენტები ძველ ტრადიციებსა და დავიწყებულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს გააცოცხლებენ და ქვეყნის მუსიკალურ მემკვიდრეობასაც ახლოს გაეცნობიან. მუჰამედ ჯავედის სკოლის მთავარი პედაგოგია. დღეს უკვე კარგად დავიწყებული დოლი, რომელსაც მუჰამედი უკრავს, დიდი ხნის მანძილზე სამხრეთ-აზიური კულტურის ნაწილს წარმოადგენდა. მუჰამედ აზიზისთვის სამუსიკო სასწავლებელი ერთგვარი ხსნა არის, რომელმაც 19 წლის ახალგაზრდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად უნდა მოამზადოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთადერთი ავღანური მუსიკის სკოლაა და მასწავლებლებით შესანიშნავები არიან. სულ რამდენიმე წლის წინ ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყო. 1996 წელს თალიბების ისლამისტურმა სამხედრო დაჯგუფებამ ქალაქი ქაბული დაიპყრო. რელიგიურმა მოძრაობამ მუსიკა ცოდვად გამოაცხადა და ყველა სახის სიმღერა, გარდა სასულიერო მუსიკისა, აკრძალა. იმ პერიოდში შეიარაღებული შეტაკებების დროს უამრავი მუსიკოსი თალიბების მსხვერპლი გახდა. თუმცა 2001 წელს თალიბების მმართველობა დასრულდა და მუსიკის აღორძინების ხანაც დადგა. პროფესორმა აჰმად სარმასტმა და მისმა ვაჟიშვილმა, რომლებაც პირველი სიმფონიური ორკესტრი დააარსეს, გადაწყვიტეს ავღანური მუსიკა მკვდრეთით აღედგინათ. განათლების მინისტრისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის თანადგომით აჰმადმა მუსიკის ეროვნული ინსტიტუტი გახსნა. მას სწამს, რომ თუ ავღანურ მუსიკას გადაშენება არ უწერია, მისი აღორძინება პატარებიდან უნდა დაიწყოს. ავღანეთში მუსიკალური ტრადიცია მძიმე ვითარებაშია. ხალხმა არ იცის თუ რა სიმდიდრეს ფლობდნენ მათი წინაპრები. ეს სასწავლებელი საშუალებას მოგცემს ბავშვებს პატარა ასაკშივე ჩავუნერგოთ მუსიკის სიყვარული. გავაცნოთ ის ტრადიცია და ის მუსიკალური საკრავები, რაც ავღანეთში ერთ დროს მდიდარი კულტურული ტრადიციის ნაწილი იყო. სკოლის რეპერტუარში დასავლური მუსიკაც შევა და იქნებიან უცხოელი მასწავლებლებიც. ნორმა უკვე 1 წელია სკოლაში მუშაობს და აღფრთოვანებულია ბავშვების ნიჭიერებით. თავიდან სანამ სკოლაში მოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ ბავშვებს არაფერი ეცოდინებოდათ და ყველაფრის ნულიდან დაწყება გახდებოდა საჭირო. მაგრამ როგორც ხედავთ, ნამდვილი მუსიკოსები დამხდნენ. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ავღანურ და დასავლურ მუსიკას შორის კავშირის მოძებნა. თუმცა სკოლის შექმნის მთავარი მიზანი მარტო მუსიკის სწავლება არ ყოფილა. 12 წლის მარიანი ქუჩაში ხშირად საღეჯ რეზინს ყიდდა, რათა მშობლებს დახმარებოდა. დღეს ის ვიოლინოს კლასის სტუდენტია. სახელმწიფო სამუსიკო სასწავლებლის სტუდენტების ნახევარზე მეტი სწორედ მარიანის მსგავსად ქუჩიდან მოსული ბავშვები არიან. მთავარი მიზანი სწორედ მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. სკოლა ბავშვებს ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ეს კი ავღანეთის ღარიბი მოსახლეობისთვის ძვირი სიამოვნებაა. ადრე ქუჩაში ვაჭრობდი, რათა საჭმლის ფული გამეკეთებინა. ახლა აქ ვარ და ძალიან მიხარია, მინდა კარგი სტუდენტი ვიყო. კარგად ვისწავლო, რომ მომავალში რაღაცის კეთება შემეძლოს. ამერიკელმა პედაგოგმა უილიამ ჰარვეიმ მარიანის სკოლაში სწავლება სწორედ კოლეჯის სოციალური მნიშვნელობის გამო გადაწყვიტა. მთავარი мотиваცია სწორედ ეს იყო, რომ სკოლის სტუდენტების უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან არიან. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და ამაში მათ ხელის სოციალურმა სიდუხჭირემ არ უნდა შეუშალოს. ჯერ კიდევ აპრილში ინსტიტუტის ოფიციალურ გახსნამდე სკოლამ გერმანიის მთავრობისგან საჩუქრად მუსიკალური საკრავები მიიღო. მთავარი რითაც სკოლა ფუნქციონირებას შეძლებს სწორედ საერთაშორისო შემოწირულობებია, მათ შორის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი $2 მილიონი. ასევე დონორები არიან ინდოეთის მთავრობა და გერმანიის გოეთეს ინსტიტუტი. 25 წლის შემდეგ პროფესორ სარმასტისთვის ოცნება რეალობად იქცევა. მუსიკალური სასწავლებლის შექმნით არა მარტო ჩემს დიდი ხნის აუხდენელ ოცნებას ავისრულებ, არამედ ავღანელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ოცნებების რეალიზება თავად შეძლონ. ეს უკვე შორეული მომავლის ოცნებაა, თუმცა დაახლოებით 10 წელიწადში იმედოვნებენ, რომ ავღანეთის სიმფონიურ ორკესტრში სწორედ ამ სკოლის აღსაზრდელები იქნებიან. ახლა მომავალში მსგავსი ტიპის სასწავლებლების გახსნა ჰერათში, მაზარსა და ჯალალაბადშიც იგეგმება.